მე გახლავართ ბესარიონ ფარცვანია, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი გრანტის ხელმძღვანელი. გრანტის დასახელებაა ახლო ინფრაწითელ გამოსხივებზე დაფუძნებული ახალი სამედიცინო მოწყობილობა პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტირებისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტი. პროექტის მიზანი სათავშია გაცხადებული ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შედეგად პროექტის მიზნები სრულად იქნა რეალიზებული, რაც მთელ ანგარიშია წარმოდგენილი. მოსემული ჩანაწერის მიზანია თვალსაჩინოდ იქნას ნაჩვენები დამუშავებული მოწყობილობა და მისი მუშაობის შემოწმება. დამუშავებული და შექმნილ იქნა პროსტატის კიბოს დიაგნოზირების მოწყობილობის პროტოტიპი, როგორც ამას ითვალისწინებდა პროექტი. ხელსაწყოს მუშაობის იდეა დაფუძნებულია ჩვენს ადრეულ გამოკვლევებში მიღებულ შედეგებზე, რომელთა მიხედვითაც ინფრაწითელი სხივები, რომელიც უხილავია ადამიანის თვალისათვის, განჭოლავს ბიოლოგიურ ქსოვილებს. დამუშავებული ხელსაწყო შედგება ინფრაწითელი სხივების წყაროსაგან და განიხილება განათების რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი მათგანია ფოტოდიოდებიდან შექმნილი გამანათებელი მინიატურული, რომელიც რამოდენიმე მილიმეტრის ზომის არის, თავსდება კათეტერში, კათეტერი გახლავთ ერთჯერადი, კათეტერი მოთავსდება ურეთრაში, რათა მოხდეს პროსტატის განათება. განათების მეორე ვერსიაში განათების წყაროთ აღებული იქნება გვერდითი მნათი ფოტოდიოდი, ფოტოდიოდის ბოლოზე ინფრაწითელი სხივების წყაროს მოთავსება იწვევს ფოტოდიოდის გვერდით ნათებას და საფენადოდ მოხდება პროსტატის სრული განათება. ხელსაწყოს ძირითადი ნაწილია მადეტექტირებელი მოწყობილობა. შექმნილია ორი ერთი და იგივე პრინციპზე მოქმედი მომუშავე ორი მოწყობილობა. მაგრამ ისინი თის წინაშეა. ფორმებში სხვადასხვაობა მოგცემს საშუალებას მოხდეს მათი შემოწმება უშუალოდ პაციენტებზე და მოახდინოთ ფორმებისა და ზომების ოპტიმიზაცია ანატომიური აგებულებებიდან გამომდინარე. პაციენტებზე გამოყენება მოითხოვს სათანადო ნებართვების მიღებას და გასაგები მიზეზების გამო ასეთი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება აქამდე არ ჰქონდა და არც იყო გათვალისწინებული პროექტის ამოცანებში. მოცემული ხელსაწყოს ფორმა მიახლოებულია მოხრილი თითის ფორმასთან, მაგრამ ოდნავ აღემატება ადამიანის თითის საშუალო ზომას. ხელსაწყოს ზინზათა სისტემის ფოკუსური მანძილი 25 მმ-ია, ხოლო ხედვის დიამეტრი გახლავთ 18 მმ. ორივე ხელსაწყო შედგება ინფრაწითელი სხივებისგან მგრძნობიარე მინიატურული ეგრეთ წოდებული CCD მატრიცისაგან და ზინზათა სისტემისაგან. CCD მატრიცა მასზე დაცემულ ინფრაწითელ გამოსახულების კარგას გარდაქმნის ელექტროსიგნალებად, რომელიც გადაეცემა კომპიუტერს და ჩვენს მიერ დამუშავებული კომპიუტერი და კომპიუტერული პროგრამა ახდენს ამ სიგნალების ხილულ გამოსახულებად გარდაქმნას. მეორე ხელსაწყო მისი ლიზათა ფოკუსური მანძილი 5 მმ-ია. ეს განაპირობებს იმას, რომ ამ ხელსაწყოს ხედვის ფანჯრის დიამეტრი არის 12 მმ. როგორც ხედავთ, მისი ზომა საკმარისად მცირეა და თანაზომადია ადამიანის თითთან, ხოლო თითით გასინჯვა ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში. ეხლა მინდა გავჩინოთ მამაკაცის უროლოგიური ნაწილის სქემატური გამოსახულება, რომელიც კათოლიკურ ზონებშია მოსემული. ეს გახლავთ პროსტატა, რომელიც რექტუმის უშუალო მახლობლაშია მოთავსებული. გამანათებელი მოწყობილია ურეთრის გავლით, მოთავსდება პროსტატის ურეთრულ ნაწილში, ხოლო მადეტექტირებელი მოწყობილობა მოთავსდება რექტუმში და მოხდება პროსტატის სკანირება. ინფრაწითელი სხივები გაივლიან პროსტატის პერიფერიულ ნაწილს, შევლენ მადეტექტირებელ მოწყობილობაში და მიიტანენ ინფორმაციას პროსტატის განათებულობის და პროსტატის ქსოვილის არაერთგვაროვნების შესახებ, ხოლო ეს ინფორმაცია შემდეგ გადაეცემა კომპიუტერს საფანადო. ეხლა მოახდენთ ჩანაწერის
ერთ-ერთი ჩანაწერის დემონსტრირებას.